ტერორისტებს ვებრძოდით, გარედან მართულ ძალებს, განაცხადა მომღიმარი სახით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაშინ როცა მინიმუმ 12000 ირანელი არის მოკლული თავრობის მიერ. ხო და ამით რისი თქმა უნდა, ძალიან დიდი მსგავსებაა ქართული ოცნების მესიჯ ბოქსსა და აი ამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს შორის. ძალიან ხშირად კობახიძე, პაპუაშვილი, სხვა ქართული ოცნების წევრები, ასევე პროპაგანდისტული მედია ძალიან ხშირად ამბობს ამას, რომ აქედან მხარეს არიან რადიკალები, ტერორისტებიც გიხსენებიათ, ასევე რა ვიცი, სხვადასხვა სიტყვებით ამყოფენ ამ ხალხს. რისთვის აკეთებენ ამას? ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ თითქოს ერთ მხარეს არის რაღაცა სუვერენიტეტის დამცველი ხალხი და მეორე მხარეს არიან ტერორისტები, გარედან მართულები, ვისაც უნდა აქ რაღაც ომი გამოიწვიოს, უნდათ რომ რაღაც არეულობა გამოიწვიოს. ამასთანავე მინდა ერთი რაღაც დავამატო. 9 აპრილს მიტინგებზე ზუსტად იგივეს ლაპარაკობდნენ. იგივეს ლაპარაკობდნენ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზე. და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გაზეთებში, რომ როგორ მოიხსენიებდნენ მათ, როგორ ეძახდნენ ახალგაზრდებს, მომიტინგეებს, ექსტრემისტებს. ხო და ამით რისი თქმა უნდა, ძალიან გავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, დღევანდელი ქართული ოცნებისა და მაშინდელი პერიოდის მესიჯ ბოქსები ერთმანეთს, ექსტრემისტები, რადიკალები და ასე შემდეგ. ხო, ალბათ ყველა მიხვდებით, რომ ეს მესიჯები შექმნილია რუსული სპეცსამსახურების მიერ, რომელსაც კარგად აქვს ნასწავლი თუ როგორ მიუდგეს, მოწინააღმდეგეს, როგორ გადაიტანოს დანაშაული სხვის მხარეს და როგორ გახლიჩოს საზოგადოება.